თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ იდენტიფიცირება უჭირს ლევან მოსეშვილს თუ ვინ დაესხა მას და მის ოჯახს პარიზში თავს, თუმცა ერთადერთი რამ არის ნათელი ამ თავდასხმის უკან იმალებოდა და არის პოლიტიკური მოტივი, რადგან სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახელი და გვარები დაუსახელა ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც არასრულწლოვნის თვალწინ ოჯახს მიუვარდა, შეურაცხყოფა მიაყენა და მათ შორის სახის არეში დაარტყა. იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ მობილურითაც ვერ მოახერხეს კადრების გადაღება, შესაბამისად სახის იდენტიფიცირება ამ თავდამსხმელის საკმაოდ რთულია. იმის გამო, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ კონკრეტული პირების სახელი და გვარი დაუსახელა თავდამსხმელმა, ეს ცალსახა და მანიშნებელია იმის, რომ სწორედ კრიტიკული აზრის გამო და აქციებზე ყოფნის გამო, აქტიურობის გამო ხდება ის, რომ ახლა უკვე ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, მათ შორის ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, რომლებსაც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული განწყობა აქვს, ახლა უსაფრთხოებიან და თავს ესხმიან. პარიზში, როცა ბავშვი სასრიალოებზე მივყავდა, მოულოდნელად ვიღაც ქართველი მოგვარდა, სავარაუდოდ ქართული ოცნების ტიტუშკა, კითხა ვიყავი თუ არა ლევანი, დაგვიწყო გინება, მუქარა, ახსენებდა გვარამიას, ჯაფარას, ნაცებს, ბევრი ხალხი იყო, დღის საათები იყო და მოულოდნელად სახეში ხელი ჩამარტყა და გაიქცა. ბავშვს ძალიან შეეშინდა, ტიროდა, სამწუხაროდ სახეზე მისი წინიდან გადაღება ვერ მოახერხეთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, რომლებსაც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, თავს ესხმიან. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მოქალაქეს რეიკიავიკში ასევე სავარაუდოდ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ჩაუსაფრდა, სამსახურში მიუვარდა, შეურაცხყოფა მიაყენა და დაახლოებით სტილი ამ შემთხვევაშიც მსგავსია იმ ადამიანებს, რომლებიც მათ შორის სოციალურ ქსელში ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ, ახლა უკვე ემიგრაციაში მყოფებს უსაფრთხოებიან და შეურაცხმყოფელ ლექსიკით მიმართავენ და უკვე იყო შემთხვევა პარიზში, როდესაც მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.